ცხოვრობდა ფიროსმანი. გამორჩეული და განსაკუთრებული ფიროსმანი გახლავთ იმით, რომ მისი შემოქმედება მთლიანად ამოდის ხალხის წიაღიდან და მისი შემოქმედება მთლიანად უკავშირდება მის ხატვის დაუყებელ წყურვილს და სურვილს. ბიოგრაფიული მონაცემები ძალიან მწირი გვაქვს მის შემოქმედებაზე, თუმცა ცნობილია, რომ მთელი შემოქმედება დაკავშირებული იყო დუქნებთან, მედუქნებთან კავშირში, თუმცა გაჭირვების მიუხედავად ის ძალიან ამაყი პიროვნება ყოფილა და ის რომ ნიკო ფიროსმანის საწყალი და საცოდავია წაიკითხავთ, არ დაიჯეროთ, ისე გამაყი იყო, გრაფს ეძახდნენ და როგორც ჩანს, მას ძალიან კარგად ესმოდა საკუთარი შემოქმედების ადგილი და ძალიან კარგად იცოდა თუ რას ქმნიდა და რას ხატავდა. ხატავდა ყველაფერს, რაც ეხატვინებოდა და ნიკო ფიროსმანის შემოქმედების მთავარი ამბავი არის გულწრფელობა, მარტივი ფორმა, ბრტყელი გამოსახულება, ყოველგვარი დეტალის გარეშე და მინიმალისტური საშუალებებით ცდილობს ნახველამდე მოიტანოს მთავარი გულწრფელობა და ემოციური მუხტი, რომლის მეშვეობითაც ნიკო ფიროსმანი შეიძლება ვთქვათ, რომ ის არავის არ გავს და რომლის მიხედვითაც შეიძლება დავასკვნათ, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნიკო ფიროსმანი გახლავთ გენიალური შემოქმედი, რატო ძალიან უბრალოებით ახდენს მთავარს, ნახველამდე მოიტანოს გულწრფელობა და სიკეთე. ვერსად ვერ ნახავთ სხვაგან ასეთ კეთილ ლომს, რასაც ფიროსმანი აკეთებს, ხო? შეუძლებელია ლომი ასეთი კეთილი იყოს, მაგრამ მისი მთავარი ამბავი გახლავთ ის, რომ ყველაფერში ეძებდა სიკეთეს და სიკეთეს ეძებს ის სხვაში, ვინც თავად არის კეთილშობილი. და ის ამბობდა ლადო გუდიაშვილთან, რომ მე ვხატავ უბრალო ადამიანებს, მე ვხატავ თეთრ სამოში მოცულ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან რთული ყოველდღიური ცხოვრება აქვთ და აი ესე გამოსახავს ის კათხალუდით ხელში ქალს, რომელსაც როგორც ჩანს საკმაოდ რთული ცხოვრება აქვს, მაგრამ მისთვის ეს არის ადამიანი და მთავარი არის მისი სულის სიღრმის ჩვენება. ყოველგვარი პროპორციის უგულებელყოფა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის გულწრფელი და ამ გულწრფელობაში დებს სულს. ეს სული გადმოგვცემს რას? მის დამოკიდებულებას, მის ასახვას სამყაროსადმი და ამ მარტივი პრიმიტიული ხალხებით ცდილობს მთავარი ამბავი მოიტანოს ჩვენამდე, გადმოსცეს მისი შინაგანი სამყარო. რასაც არ უნდა ხატავდეს ფიროსმანი, ეს იქნება ჯგუფური თუ ინდივიდუალური გამოსახულებები, ყველა შემთხვევაში მთავარი არის რა? ნამდვილი ამბავი მოიტანოს თქვენამდე. მთლიანად უგულებელყოფს პერსპექტივის კანონებს, სადაც ახლოს მდებარე საგნები დიდია, უკანა პლანზე მდებარე საგნები უფრო მცირეა, მისთვის ეს არ არის მთავარი. მთავარი სახასიათო ამბავი გახლავს შეკრას კომპოზიცია და ამ კომპოზიციაში მთავარი ამბავი, მისი განწყობა მოიტანოს ჩვენამდე. ნახეთ, როგორი ჯგუფური სცენები აქვს წარმოდგენილი, რას ხატავს ის? გარემოს სადაც ცხოვრობს და ეს ძირითადად უკავშირდება მედუქნებს და იმ ხალხურ ყოფას, რომლის წინაშედაც ნიკო ფიროსმანი ცხოვრობდა. ნახეთ, მასშტაბური კომპოზიციები, სად იწყება მიწა და სად მთავრდება და სად ერთვის ის ცას. მისი ფრინველები, რომლებიც გვაჩვენე, როგორ გავდა ვან გოგს, მას ვერ გეტყვით, ეს ყველაფერი ნანახი ქონდა თუ არა, მაგრამ გულის ყურით ხატავდა, გულის სმენით და თავისი შინაგანი ინტუიტურობით აკეთებდა იმას, რაც ეხატვინებოდა. ნახეთ, ნამდვილია და ეს სინამდვილე გაყვარებს მის შემოქმედებას. ეს ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია, რომელსაც ჰქვია უშვილო მდიდრები და გაჭირვებული ღარიბები და ამ ერთის მხრივ ძალიან მარტივი სცენით მან კაცობრიობის მთავარი სათქმელი გადმოიტანა და მთავარი აქცენტი დასვა დედაზე, რომელმაც თავისი ყმაშვილი წარმოგვიდგინა ერთი სასურათო სივრცის ერთი ნაწილი და თითქოს დედაღვთისმშობელიც გაერთიანა ამ ნამუშევარში და აჩვენა მთავარი ამ კაცობრიობაში და მნიშვნელობა ამ ყველაფრისა. ძალიან მარტივი, საშემსრულებლო ხერხები
ნაკლები ტონალური აქცენტებით ძალიან დამაჯერებელი ნახატი შექმნა. იგივე შეიძლება ითქვას ის ათეულობით ჩანახატზე. ნახეთ ირმები, კეთილშობილება, მთავარი მახასიათებელი ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაში. ვერ გეტყვით, მას ჰქონდა თუ არა ნანახი ეს ცხოველები, ფრინველები, რომლებსაც გამოსახავდა, თუმცა ფაქტია, რომ ეს ინტუიციურად გრძნობდა ამ ყველაფერს. სრულიად მარტივი, რამდენიმე კონტურული მონასმი და მუშამბაჟას შესრულებული გამოსახულებები. მარტივი, აგებული ფიგურა, პრიმიტიული შეიძლება ითქვას, მაგრამ პრიმიტიული, არა დამაკნინებელი, არამედ მისი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი შინაარსის შვენებით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, ვირის ხიდი, რომელიც მდინარე მტკვარზე იყო გადებული და ნახეთ როგორ ახერხებს შეკრას ერთიან სურათზე კომპოზიცია, რომელიც ბუნების წიაღში ვითარდება. მოვლებელ ყოფს პერსპექტივას, პროპორციული მომენტები დარღვეულია, მაგრამ მთავარი ჩვენამდე მოდის განწყობა, кейფი, რომელიც მტკვრის სანაპიროზე ორთაჭალის ბაღებში ვითარდება. სწორედ ამ გარემოში ცხოვრობდა და ქმნიდა ნამუშევრებს. ეხლა ეს თემა, რასაც მარგარიტას თემა უკავშირდება, უფრო მითოლოგიურია, მითოლოგიურებულია, ვიდრე რეალური და ამ ქალს რო დაინახავთ გამოფენაში ხომიბლო, გამოფენაზე პარიზში მივიდრე ქალი და როგორ გავს მივიდა, მაგრამ ეხლა ამ ვარდები ამდენი გაყიდა და ეს შეუძლებელია რომ ეს მომკიცოთ, ხო? მოკლედ ფაქტია, რომ მის ცხოვრებაში სიყვარული ტრაგიკული იყო, რადგან პირველი სიყვარული უკავშირდება მახარაშვილებს, ვის კალატაროვებს უკაცრავად, ვის კარზედაც ცხოვრობდა და უამით გამოისკუმრეს ფიროსმანი. მერე წლების განმავლობაში ეს მითი გაჩნდა. შეუძლებელია დღეს დანამდვილებით ვისაუბროთ მის პირად ცხოვრებაზე, თუმცა ფაქტია, რომ მისი პირადი ცხოვრების მიღმა ის იყო შემოქმედი, რომელმაც კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე და ნიკო ფიროსმანის შემოქმედება მე-20 საუკუნეში ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა იმ დროს მოღვაწე მხატვრებში, ლადო გუდიაშვილთან, ძმებს დანევიჩებთან. ძმებმა დანევიჩებმა ძალიან ბევრი ფიროსმანი გაიტანეს საქართველოსთან და მე ამათ მოუყევი ესეთი ცნობილი ამბავი, რომელიც უკავშირდება დიმიტრი შევარდნაძესა და ბენია ჩხიკვიშვილს. ნიკო ფიროსმანი, როგორც გითხარით, დუქნებში ხატავდა, ხშირ შემთხვევაში სასმელსა და საკვებზე ხატავდა და ასე აღმოჩნდა მისი არაერთი ნამუშევარი ამ შეკრების ადგილებში და ბენია ჩხიკვიშვილი იყო ქალაქის თავი, ანუ მერი 1919 წელს და მასთან მიდის დიმიტრი შევარდნაძე და ეტყვის, რომ მოდით ნიკო ფიროსმანია ესეთი განიალური მხატვარი და ნიკო ფიროსმანის შემოქმედება მინდა გადავარჩინო და ბენია ჩხიკვიშვილი გამოსცემს ბრძანებას და ეტყვის, რომ თუ აქამდე არ მოიტანთ ჩვენ შემოვალთ და უდიდეს გადასახადებს დაგაკისრებთო და ვიცი რომ ვატყუებთო და ყველამ თავისი ნებით ჩააბარა სახელმწიფოს ფიროსმანი და დღეს ასე გადარჩა ნიკო ფიროსმანი და ასე შეგვიძლია ვნახოთ ათეულობით ნიკო ფიროსმანის შემოქმედება ეროვნულ მუზეუმში. და კიდევ ერთი ამბავი, რომელიც ამათ მოუყევი, უკავშირდებოდა მოსეთოიძეს, რომელმაც ადრეულ პერიოდშივე მიხვდა გენიალურობა ფიროსმანისა და მან გადაწყვიტა, რომ მთელ საქართველოს ენახა ფიროსმანი. ეხლა წარმოიდგინეთ, დღეს 5 ლარად თუ ლარად შევდიასპორის მოსწავლეს, 5 ლარად უფრო შევიდეს მუზეუმში. მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი დადის მუზეუმში სამწუხაროდ და მით უმეტეს 1920 წელს და რა მოიფიქრა მოსეთოიძემ? მოიფიქრა ის, რომ ფიროსმანი გააცოცხლა და მთელ საქართველოში ამოგზაურა. ის მიმართავს წერილით საქართველოს მთავრობას და ეტყვის, რომ მატარებელი გამონიყავითო და სადაც მიდიოდა რკინიგზა, ყველა ქალაქში ჩავიდა ფიროსმანი და ასე მოგზაურა 1920 წელს ნიკო ფიროსმანის ნახატებმა მთელი საქართველოს მასშტაბით. ნიკო ფიროსმანის ცხოვრება, როგორც ჩანს, უკავშირდება ბევრ დეპრესიას, ბევრ სტრესს, რაც სოციალური პრობლემებით იყო განპირობებული, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ მას ეს შემოქმედება გაეგრძელებინა. მნიშვნელოვანი ცხოვრების დეტალია ის, რომ
მისთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრესული უნდა ყოფილიყო გამოფენა, რომელიც გაიმართა ქართველ მხატვართა კავშირში და სწორედ ამ გამოფენაზე შეიქმნა ნიკო ფიროსმანის კარიკატურა, რომელიც მეგონი გაჩვენეთ. ნიკო ფიროსმანის კარიკატურა, ეს კარიკატურა იყო იმასთან ერთად გრიგო რობაქიძესთან ერთად და ეს კარიკატურა გახდა მისთვის ერთ-ერთი ძალიან ტრაგიკული და ამ კარიკატურას მინაწერი აქვს, რომ უნდა ისწავლოს მობილო შენს ხანში ყოფს კიდევ ბევრი შექმნა შეუძლია. 1-10-20 წლის შემდეგ კარგი მხატვარი გამოხვალო და რომ დაინახა ნიკო ფიროსმანმა ეს კარიკატურა, რომელიც სახალხო ფურცელში იყო გამოქვეყნებული, ძალიან გული ეტკინა და ჩათვალა, რომ ქართველმა მხატვრებმა არ მიიღეს და მას შემდეგ ის მხატვართა წრეს ჩამოშორდა, თუმცა ვერაფერი ვერ დააკლო. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, მართლა იყო თუ არა გ ზაზიაშვილი ის ადამიანი, ვინც ხელს აწერს კარიკატურას. მიხეილ ჭიაურელი უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ვერსიით რეალური მხატვარი და ამას იხსენებდა ელდარ შენგელაია, რომელმაც თქვა, რომ ფიროსმანის კარიკატურა მიხეილ ჭიაურელმა შეასრულა. მე გამიჭირდება გითხრათ, მართლა ნიკო ფიროსმანი მიხეილ ჭიაურელმა შეასრულა თუ გიგო ზაზიაშვილმა, თუმცა ფაქტია, რომ ამ კარიკატურის მერე ნიკო ფიროსმანაშვილი ჩამოშორდა იმ მხატვრულ წრეს, რომელთანაც ძალიან მოეწონა კავშირი. თუმცა მისი შემოქმედება დარჩა უკურავი. ნახეთ, ეს არის ნიკო ფიროსმანაშვილის ერთ-ერთი სავარაუდოდ ფოტო, რომელიც სავარაუდოდ მიშვილთან ერთად არის წარმოდგენილი. ეს არის ნიკოლა ციჩიშვილის რესტორანი ელდორადო, მას წარმოდგენილია ნიკო ფიროსმანის ნახატები კედლებზე, აი ნახეთ ჟირაფი, ცხოველთა გამოსახულებები და ეს ფოტო რამდენიმე წლის წინ შემთხვევით ეროვნულ ბიბლიოთეკაში სხვა ფოტოებთან ერთად ასახავს რამე ღონისძიება იყო ნეტა? ერთ-ერთი кейფის შემდეგ, ეხლა ფოტოს წარწერა არ გააჩნია, ფაქტია, რომ ეს არის ერთ-ერთი რესტორანი ელდორადო, რომელშიც იყო ნიკოს ნახატები. კი, აი ფოტოზე ჩანს კედელზეა. სავარაუდოდ ეს არის 1918 წლამდე გადაღებული და შედარებით ახალგაზრდა ამ ფოტოზე და მე იცით თქვენ, რომ 21 წლიდან 18 წელს თვითონ ნიკო გარდაიცვალა და მანამდე კიდე რეალურად ნაკლები ინფორმაცია გაგვაჩნია, ხო? ეს დუქნები ფაქტობრივად ქალაქი წარმოიდგინეთ 1918 წლამდე ჩერდებოდა გმირთა მოედანზე და იქიდან გადადიოდა სამხედრო გზა. ჩვენ როცა არქიტექტურაზე გვექნება საუბარი, იქ გაჩვენებთ და ეს ვარაზის ხევი სწორედ 1900-იან წლებში დაპროექტა, დეტალურად კანები იყო მაგაზე აპროტესტებდა დანარჩენი თბილისი, რომ ასყანებში იყო და ეს ყველაფერი ძალიან ბევრი კითხვის ნიშნის ქვეშ არისო და ჩვენი უდარდელობა ხასიათში გამოიხატება იმაშიც, რომ აგერ რამდენიმე წლის წინ, რამდენიმე წელია ისტორიისთვის ერთი საუკუნე, ხო? ნაკლები ინფორმაცია გვაქვს და სწორედ ამიტომ ყველაფერი დაწერეთ, ყველაფერი ჩაინიშნეთ, რადგან ყოველი დღე ეს არის ისტორია. და ნიკო ფიროსმანი არის სწორედ ჩვენი ქვეყნის ისტორია, ადამიანი, რომელმაც მოახერხა თავისი მარტივი, უბრალო გამოსახულებებით საქართველოს სულის ჩვენება. და რა არის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მის შემოქმედებაში? გულწრფელობა, უბრალოება, რომლითაც ის არავის არ გავს და რასაც არ უნდა ქმნიდეს ნიკო ფიროსმანი, აკეთებს მის გულის გამოძახილს, რომელშიც შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაზე ნათლად იკვეთება არაპრიმიტიული და მცინავებშო, არამედ მარტივი გამოსახულობითი საშუალებებით მთავარი ფორმისა და შინაარსის შეწყვეტის ჩვენება და ეს არის ყველაზე დიდი ნიჭი, რაც შეიძლება ხელოვანს მივანიჭოთ და სწორედ ამ ნიჭის სარგებლობდა ჩვენი ნიკოლა, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ გვირგვინი დაუსვა ჩვენი ქვეყნის მე-20 საუკუნის ხელოვნებას. მადლობა დიდი. საჩხერეში რომ გამოვთხოვთ ხო? გავიაროთ